შეხედე უკრაინას კი არა საქართველოს შეხედეთ ჩემ. მოგესალმებით მეგობრებო, უკვე აღარც კი ვიცი მე რამდენად ვამბობ ამ სიტყვებს, ალბათ მესამე ჯერ მიწევს ამ ეპიზოდის გადაწერა ხელახლა, იმიტომ რომ GoPro როგორც ყოველთვის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ჩვენი გასაჭირი არ აინტერესებს. ბოლო პერიოდია, ასე ვთქვათ, სამთავრობო კვარტალიდან ვიწყებ ხოლმე ეპიზოდებს, აი ახლა პრეზიდენტის სასახლის წინ ვარ, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი განებივრებულები ვართ მათი ზრუნვით, თუ როგორ ზრუნავენ ჩვენზე და იღებენ ძალიან კარგ კანონებს. ალბათ გახსოვთ წინა ეპიზოდიდან ეს იმპორტის აკრძალვა 6 წელზე ზემოთ, კიდევ უფრო ადრე მაყუჩების კანონი, მოკლედ ორივე შემთხვევაში ფეხებზე დაგვიკიდეს როგორც ხდება. ამ ეპიზოდში აქციაზეც უნდა შევიაროთ, ყველაფრის გასაპროტესტებლად და ნახოთ რა გამოვა. იმპორტის შესახებ კანონი და მაყუჩების შესახებ. მოდი დავიწყოთ იმპორტით. გახსოვთ ალბათ თუ როგორი რეაქცია მოყვა, უკუ რეაქცია საზოგადოების მხრიდან იმპორტის შესახებ კანონის პირველ ვერსიას. ხალხმა ამოიღო ხმა ბლოგერებმა, მათ შორის მეც და მოკლედ მთავრობამ უკან გაიწვია, შემოაგორეს ახალი კანონი, ნაკლებად ასე ვთქვათ აგრესიული და რომელიც უკვე დაამტკიცეს მიიღეს და საქმე რაში არის. ბორბალი სადაა ბიჭო? რეალურად სახელმწიფომ ძალიან ცუდი რაღაც გააკეთა, ასე რომ ვთქვათ, დაუმუღამა თავის ხალხს, იმით რომ იციან უკვე ჩვენი რეაქცია როგორი იქნება და როდესაც რაიმე სისულელის დაკანონება უნდათ, სტრატეგია შეიმუშავეს. პირველ ჯერზე გამოაქვთ ამ კანონის ყველაზე ისეთი ცუდი ვერსია, საშინელი, თუ ხალხი ხმას არ ამოიღებს, შერჩებათ, გაატარებენ ჩვეულებრივად. ამოიღებს ხალხი, აყვირებენ, დაღლიან, იქ აქცია იქნება და ეს პირველი ტალღა რო გადაივლის, გაიწოვენ უკან კანონს და შემოიტანენ ნაკლებად ცუდს. აი ხომ ხედავთ ჩვენ დათმობაზე წავედით, ის პირველი ტალღაც ასე ვთქვათ გადავლილია და აიძულებენ ასე ხალხსო დათანხმდნენ და მიიღოს ყველამ ეს კანონი. სიამდვილეში რაც მიიღეს არის ძალიან ცუდი, ისე ამკრძალავი კანონი დარჩა. თეორიულად კი შეგიძლია 6 წელზე ძველი მანქანის შემოყვანა, მაგრამ რას უკაცრავად ფასები ამოვარდება ახლა. თუ რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ძრავის მქონე მანქანის განბაჟება, უფრო დიდ ძრავებზე აღარ წავედი, იქ უკვე სახლის გასაღებს ტოვებს ავარაუდოდ. თუ რაღაც ძალიან ისეთი მანქანა არ არის საკოლექციო და ძალიან არ გინდა, ფაქტობრივად არავინ აღარ შემოიყვანს. აგრეთვე კიდევ სადმარხია ძაღლის თავი. იმისთვის რომ ეგ კანონი უფრო იოლად დაემტკიცებინათ და გარკვეული წრეები საზოგადოების გაეჩუმებინათ, ასეთი ბერკეტი გამოიყენეს. ეს არის ისტორიული მანქანები. ვინც არ იცით, 40 წელს ზემოთ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო კანონი, 40 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მანქანა გადიოდა კლასიკური ისტორიული მანქანის კატეგორიაში და მისი შემოყვანა შეგეძლოთ გამარტივებული მეთოდებით, ასე ვთქვათ. ეგ ზღვარი მოკლედ შეამცირეს და 30 წელზე ჩამოწიეს. ეს როგორც ბრიგითი ავტომოყვარულისთვის პირდაპირ გეუბნებით, ძალიან კარგი რამეა, ძალიან კარგი ნიუსი არის. შეგვიძლია უკვე 90-იან წლებში გამოშვებული ბევრი ლეგენდარული და კარგი მანქანა ვეყიდოთ. ამას ხოლოდ მივესალმები, თუმცა მედია კორპუსს არ ჩავაყვეხებიან ძველ თბილისში. მაგრამ ეგ არის რეალურად ზღვაში წვეთი. განა რამდენ ადამიანს ჩამოყავს ეგეთი ძველი მანქანები, 0 რაღაც პროცენტს, ეს ხო საერთო სურათს არ ცვლის. თან ეგეთ მანქანას რომ ვყიდულობ, ერთია მისი ჩამოყვანა, შემდეგ მისი რესტავრაცია, იმდენი ჯდება რომ კარგ ახალ მანქანას ყიდულობ მაგ ფასად.
ასე რომ ამით დიდი სურათი არ იცვლება. თუმცა ყველაზე ამაზრზენი და ცუდი რაც არის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ამ ვითომ მრბოლელების და ფულიანი ბიჭების და მამიკოს შვილების კომენტარები და პოსტები შემხვდა ხოლმე, იცი რა, იმ კანონს არ ჩვენ ვეთანხმებით, მაგრამ აიო მთავრობა დიდ იმაზე წავიდა დათმობებზეო და 40 წლიანი 30 წელზე ჩამოწიაო. იქ 6 წელზე ზემოთ მანქანის შემოყვანა დაუშაო და მოკლედ რა, ისეთი ხალხი მართლა 6 წელზე ძველ მანქანაზე რო არ მჯდარან და ყველა მთავრობას რომ მოერგნენ, ასე ვთქვათ. მოკლედ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ეგრე გამოუვიდათ. ნუ რა მოყვება ამ კანონს? ნუ მანქანებს ვიყიდით, როგორ არ ვიყიდით, განა უმანქანოთ ვივლით. ამით უმეტეს ქართველ კაცახა მანქანიდან შენ ვერ ჩამოსვლა, როცა უნდა კანონი მიიღო. მაგრამ ამას ექნება თავისი გვერდითი გავლენა, ბევრი დაკარგავს სამსახურს, ბევრი ბიზნესიც შეიძლება გაქრეს, თუ ადაპტირდები თუ არა და საყვალ სახლში. საქართველოს ჰქონდა ერთგვარი უპირატესობა, ჩვენ ვართ ერთგვარი ჰაბი, საიდანაც ხდება რეექსპორტი მანქანების აღმოსავლეთის ქვეყნებში, აზიაში და ამ შესაძლებლობას ხელოვნურად კლავს ჩვენი მთავრობა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, სხვა კი არაფერი არის. რაც ჩვეულებრივი დანაშაულია და სიბოროტია უბრალოდ შენი ხალხის მიმართ, რომ რაღაც შემოსავლის წყაროს უქრობ რა. და თან ამას აკეთებ იმ მიზეზით, რომ თითქოს რაღაც ეკოლოგიაზე ზრუნავ, მაგრამ სიამდვილეში არ ზრუნავ. ამით გინდა თუ არ გინდა, წახალისებას უკეთებ იაფასიან ჩინურ ავტომობილებს, გინდა ელექტროს, გინდა შიგაწეს ზრავიანს, მნიშვნელობა არ აქვს. ოპანა. აი, ახლა იქნება თავგადასავალი. სულ დამავიწყდა, რომ ჩასასხმელი მქონდა. ვაიმე, აქაც სამხელასაცობია. ყველაზე ახლოს ბენზინგასამართი აქეთ არის. და მოკლედ ის შემოყავს ჩინური ავტომობილები, მაგალითად, გავიხსენოთ. პირველი ვინც მახსენდება, ბატონი გელა არის, ბარკალაია. ალბათ ყველა თქვენგან მაიცით. ისი აქტივობებიდან სოციალურ ქსელში და ბატონი გელასნაირი ტიპები უფრო გამდიდრდებიან. უფრო მეტ ლაივს ნახავთ. ბატონი გებესი. სახელმწიფო ცდილობს ელექტრომობილები წაახალისოს, თუმცა იმაზე არავის უფიქრია, რომ ინფრასტრუქტურა მაგისი არ გვაქვს, აგრეთვე გაზრდილი მოხმარება ელექტროენერგიაზე კიდევ უფრო გააძვირებს დენს, ენერგოდამოუკიდებლები კიდე, რა ვიცი, დიდად არ ვართ. ზამთრის პერიოდში ვყიდულობთ ელექტროენერგიას და იმის მაგივრად, რომ ენგურხესი, რომლითაც ასე ვამაყობთ, მისი ნახევარი აფხაზეთს მიაქვს, სრულიად უფასოდ. ჩვენ ვაშენებთ მცირე ხესებს, რომლითაც, რა ვიცი, ვანადგურებთ ჩვენ გარემოს უფრო და რაც მეტი აშენდება, უფრო დაზიანდება გარემო, იმის მაგივრად, რომ ატომური ხესები ააშენოს ქვეყანამ და გააიაფოს, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის საფასური. აგრეთვე ბევრად უსაფრთხოც არის. და იმას ვამბობდი, რომ ამ ქვეყანაში ტვინის გარდა რომ სხვა ადგილით ფიქრობენ, ეს ახალი ამბავი არ არის. მოკლედ ამ ამბავში თქვენთვის პრინციპში ახალი არაფერია. ახლა კი მოდი გავცდეთ თბილისს, იმიტომ რომ საქართველოს მხოლოდ თბილისი არ არის. რეგიონებში ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ იქ ყველა 2021-იანი ან უფრო ახალი მანქანებით დადის. იქ სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, მძიმეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უფრო ცუდად მუშაობს. თითქმის ყველა ოჯახს დღეს საკუთარი ავტომობილი ყავს, რომელსაც იყენებს თავის ეკონომიკური საქმიანობისთვის, გადაადგილებისთვის და ამ ხალხს რო ეუბნებ, იცი რა, შენ მანქანას ვეღარ შემოიყვან, უნდა იყიდო ადგილობრივ ბაზარზე. ანუ რეგიონებმა თბილისთან უნდა გაიყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ავტოპარკი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, ფასებიც გაიზრდება, გაძვირდება, მოსახლეობას
რაიონებში უფრო დააწვება მძიმე ტვირთად. ეს არის ფაქტი. ეს ასე მოხდება. ხო, ამას ეწოდება ანალიზი და ლოგიკა. ეს თუ არ გაგაჩნია, ნუ მე იღებ შესაბამისად ისეთ კანონებს, როგორც იღებ. რა ვიცი, როგორ გითხრათ, მოკლედ ღვთისანაბარა ვართ, მიტოვებული შუაგულ უდაბნოში ჩათვალეთ და ვართ იმის იმედად, რომ რავი, რაღაცა გვეშველება ოდესმე. ებრაელები 40 წელი უნდა ვიხეტიალოთ ალბათ, ოდესმე რამე გვეშველოს. ხო და ღმერთო, მოგვეცი რაიმე ნიშანი ზემოდან, ხო შეიძლება 35 წელი გავიდა უკვე. 5 წელში გვეშველება ალბათ, მეტი არ იქნა შევიდერი. ახლა კი მოდი იუსტიციასთან გადავინაცვლოთ, სადაც მაყუჩების კანონის წინააღმდეგ ტარდება აქცია. იმედია არავის არ დაგვიჯერენ. თუმცა როგორც გითხარით, GoPro ჩემი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ხმას ამწუხაროთ აქაც დავკარგე, არაფერი არ ჩაუწერია. მაგრამ გეტყვით იმას, რომ ძალიან გამიხარდა და არ ველოდი თუ მაგდენი ადამიანი შევიკრიბებოდით. ძალიან ბევრს აწუხებს საკითხი. პრობლემა იყო ხმაური ქუჩებში, გინ მანქანების, გინ მოტოციკლეტების. ძალიან ბევრჯერ გავაფრთხილეთ ის ხალხი, ვინც არ ღვევდა რომ ნუ იზამთ მაგას, ნუ გააკეთებთ. ერთხელაც დადგება დღე, რომ აღარ გვაპატიებენ, არ გადაყლაპავენ მაგას და ნუ დავდექით ამ რეალობის წინაშე. კი, არის ხალხი, ვისაც მართლა სრულიად უმიზეზოდ დააჯარიმეს. პოლიციელები არიან ამ მხრივ სრულიად გაუნათლებლები უმეტეს შემთხვევაში. რა გულისხმობ იმას, რომ ვერ არკვევენ მოტოციკლეტს, რა უყენია, სტოკი უყენია, არა სტოკი, რა ითვლება გადაკეთებულად, რა არა. მოკლედ სრული მარაზმი, კანონში ერთი რამე წერია, ესენი მეორენაირად აღიქვამენ ამ ყველაფერს. საზომი ხელსაწყოები არ აქვთ და ბევრი დაჯარიმდა უმიზეზოდ. აგრეთვე ბევრი ყვირის რომ დაჯარიმდა უმიზეზოდ, მაგრამ ბევრი სამართლიანთაც დაჯარიმდა, ესეც უნდა ითქვას. იმიტომ რომ ერთი არის სოციალურ ქსელში ვინ რას ყვება თავის გასამართლებლად და მეორე კიდე სინამდვილე. რატო ვახსენე ეს თემა და რაზე დავიწყე ახლა ამაზე საუბარი. იქ იყო ერთი ყმაწვილი, ნუ სახელდაგვარს რა თქმა უნდა არ ვიტყვი, ვინ. მე როგორც გავიგე და მითხრეს ბიჭებმა, გადაობდა უნომროდ ქალაქში, აიკიდა პატრული. როგორც სანანდრიაში ხდება და არ ვიცი რატო გადაწყვიტა მოვიდა ჩვენთან აქციაზე, ალბათ დამალვის მიზნით, არ ვიცი. მოყვა პატრული, დაიჭირეს ყველაც თვალწინ, 112-ის მანქანა მოიყვანეს, დააჯარიმეს. ბაიკი ჩამოართვეს, შეკრებილები ვიყავით კულტურულად, წნარად. ვაპროტესტებთ რაღაცას და როგორ ტიპებად გამოვჩნდებით ახლა ჩვენ მთავრობის და სამართალდამცავების თვალში. შუა აქციაზე ერთ-ერთ ჩვენთანაც იჭერენ და ართმევენ ბაიკს. ვინმე იფიქრებს ახლა ჩვენზე რომ ესენი ნორმალურები არიანო, ან კარგი შეფასება ჩვენზე ვინმეს დარჩება იქ. როდესაც სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე რომ აი იცი რა, ტყუილა ჩამომართვეს, დამაჯარიმეს, ყველას აღარ მჯერა ხოლმე, იმიტომ რომ რეალობა ხშირად სხვა რამე აღმოჩნდება ხოლმე. თორე ის კანონი გასაპროტესტებელი არის, ორივე კანონი თქვენს გვერდით ვარ, თავიდანვე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიყავი და უბრალოდ უნდა მეთქვა. მოკლედ ამის თქმა და ჩვენება მინდოდა დღევანდელ ეპიზოდში და ამით ვამთავრებ სოციალურ თემებზე საუბარს და შემდეგი ეპიზოდები ისეთი იქნება, როგორცაც ხართ შეჩვეული ამ არხზე. თუმცა სულ იდეალურად დალაგდეს ახლა ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ ეს სცენარი. კანონები, ორივე კანონი ამ შემთხვევაში ისე დააკორექტი, რომ
და ისეთი სახეცვლილი მიიღონ. მართლა ევროპული გამოცდილება რო გაითვალისწინონ ბოლომდე და ასე შემდეგ, სულ მომავალში მაინც მსგავს შარში ვიქნებით და იგივე მოჯადოებულ წრეზე ვივლით. მანამ სანამ ამ ქვეყანაში განათლება არ იქნება ქვეყნის და ერის პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი ყველა პრობლემის საწყისი წერტილი. პრობლემა ადამიანებში ერთ-ორ კაცში ან რომელიმე პარტიაში კი არ არის. პრობლემა არის ჩვენში. რა ხალხიც ვართ. მთავრობაც ისეთი ყავს რა. აი მიმოიხედეთ ირგვლივ რა ხდება. თითქმის ყველგან და ყველა სფეროში სუფევს სრული არაპროფესიონალიზმი. ის ვერ გაუგიათ სკოლაში ბავშვს რა წიგნით უნდა ასწავლონ, მექიმი დიაგნოზს ვერ გისვავს სწორს, იგივე სიტუაციაშია ხელოსნები ტექნიკის შეკეთებისას. ფანტანში ბავშვები დენის დარტყმით იღუპებიან, ხალხი ქვეყნიდან გარბის. თავდაცვის მინისტრმა იარაღის მაგივრად სახლი იყიდა ესპანეთში მოპარული ფულით და რა ვიცი, ასე შემიძლია მთელი დღე გავაგრძელო ამ სიის ჩამოთვლა. რეალურად ეს არხიც ხო ასე ვთქვათ შემეცნებითი არის, განათლებას ემსახურება ესეც. მართალია მე ჩემი ახსნის მეთოდები მაქვს, ადრენალინი წავსე, მაგრამ მაინც მიზანი ერთი არის. ასე რომ ჩემი სათქმელი ვთქვი, გამგები გაიგებს. იმედია სწორად გადმოვეცი ყველაფერი და შემდეგი ეპიზოდები უკვე გაცილებით მხიარულია, გზებზე სიტუაციები, ტესტ-დრაივები, ბიჭებთან ერთად გასვლები, მოკლედ ის, რის გამოც ეს არხი გიყვართ. არ დაგავიწყდეთ გამოწერა, დალაიქება, დაკომენტარება, თქვენი აზრი დააფიქსირეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, რა როგორ უნდა იყოს, ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ვკითხულობ ყველას კომენტარს და შეძლებს დაგვარად პასუხობ ხოლმე. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და როგორც ყოველთვის დროებით.